ბელარუსის დიქტატორი ალექსანდრ ლუკაშენკო უკვე სიტყვებით კი არა, ომისთვის აქტიურ მზადებას შეუდგა. მასშტაბური შეიარაღებული ძალების შემოწმების დასრულების შემდეგ ბელარუსი გააგრძელებს კონკრეტული სამხედრო ნაწილების მობილიზაციას საბრძოლო მზადყოფნის შესამოწმებლად. საკითხი ისაა, რომ ლუკაშენკომ ბელარუსში ნაწილობრივი მობილიზაცია გამოაცხადა რუსეთის მხრიდან უკრაინის მისამართით ახალი მუქარების ფონზე. რუსი დიქტატორი ვლადიმირ პუტინი კვლავ ბირთვულ რიტორიკას დაუბრუნდა და განაცხადა რუსეთის ფედერაციის სტრატეგიული ძალების გაძლიერების შესახებ. კრემლის ხელმძღვანელმა განაცხადა, რომ რუსეთი იძულებული გახდა დაფიქრებულიყო სტრატეგიული უსაფრთხოების უზრუნველყოფაზე, მას შემდეგ რაც აშშ-მ ანტისარაკეტო თავდაცვის შეთანხმება დატოვა. ამასთან ერთად გაჩნდა დეტალები იმის შესახებ, თუ როგორ გამოიყენა რუსეთმა ეს 3 დღე ზავის პერიოდში ფრონტზე. და სამწუხაროდ უკრაინის შეიარაღებული ძალებისთვის ეს პრობლემა გახდა, რადგან ტერმა დრო არ დაკარგა. ამასობაში კრემლში კვლავ განაცხადეს, რომ ვლადიმირ პუტინი მზად არის მოლაპარაკებებისთვის ზელენსკისთან, მაგრამ ერთი პირობით. რა პირობით? ამ გამოშვებაში განვიხილოთ. მე ვქვია ალექსეი პეჩი. მოდით ერთად განვიხილოთ ეს თემები. მაგრამ სანამ დავიწყებთ, გთხოვთ გამოიწეროთ ეს არხი, დაალაიქოთ, დაწეროთ ნებისმიერი კომენტარი ამ გამოშვების ქვეშ და გამოიწერეთ ჩემი არხიც. და Telegram არხი Pechi News-ი. ბმული მასზე მოცემულია ამ ვიდეოს აღწერაში. იქ ჩვენ ვაქვეყნებთ ოპერატიულ სიახლეებს, როგორც კი ისინი შემოდის. მოკლედ, ბელარუსი მასშტაბური შეიარაღებული ძალების შემოწმების დასრულების შემდეგ გააგრძელებს კონკრეტული სამხედრო ნაწილების მობილიზაციას საბრძოლო მზადყოფნის შესამოწმებლად. ამის შესახებ დღეს განაცხადა ბელარუსის დიქტატორმა ალექსანდრ ლუკაშენკომ, რომელიც ცოტა ხნის წინ მოსკოვიდან დაბრუნდა სამშობლოში. სადაც ვლადიმირ პუტინმა აშკარად დაავალა მას გარკვეული ამოცანა. შემდეგ ციტატა ლუკაშენკოსგან. შემდეგ, როგორც დაგპირდით, ჩვენ მიზანმიმართულად მოვახდენთ ნაწილების მობილიზაციას, რათა მოამზადოთ ისინი ომისთვის. ღმერთმა ქნას, რომ მისი თავიდან აცილება შევძლოთ. ძალიან ვიმედოვნებ, რომ ეს პროცესი არ დასრულდება, რომ არმიის ხელმძღვანელობა და პირველ რიგში თავდაცვის მინისტრი ყველაზე სერიოზულ ყურადღებას მიაქცევენ იმ ნაკლოვანებებს, რომლებიც ამ შემოწმების შემდეგ გამოვლინდა. აქვე შეგახსენებთ, რომ მარტის ბოლოს თავდაცვის მინისტრმა ვიქტორ ხრენინმა განაცხადა, რომ ბელარუსი გარესაფრთხეების ზრდის ფონზე ამაღლებს შემოწმებების მასშტაბებს. მისი თქმით, 11 მარტს დაწყებული საბრძოლო და მობილიზაციური მზადყოფნის კომპლექსური შემოწმება არმიის ისტორიაში ერთ-ერთი ყველაზე მასშტაბური იყო. ამ შემოწმების ფარგლებში რეზერვიდან დაახლოებით 5000 სამხედრო ვალდებული იქნა გამოძახებული. აპრილში ლუკაშენკომ ამ შემოწმების შედეგების განხილვისას განაცხადა ციტატა: ჩვენ ომისთვის ვემზადებით. ჩვენ ომი არ გვინდა, მაგრამ არმია ამისთვის არის. თუ ვინმე გადაწყვეტს ჩვენთან იარაღის სამიზნიდან ისაუბროს ან შემოგხედოს, ჩვენ პასუხს გავცემთ. სწორედ ამისთვის ვემზადებით. ასევე ლუკაშენკომ თქვა, რომ ომის შემთხვევაში ბელარუსს შეუძლია ჯარის რაოდენობა 9 მილიონამდე გაზარდოს. უბრალოდ შეგახსენებთ, რომ გასული წლის მარტში ლუკაშენკომ ხელი მოაწერა ბრძანებას სახელმწიფო ორგანოებისა და სხვა ორგანიზაციების საომარი დროის პირობებზე გადასვლის შესახებ. ბრძანება კოორდინაციას უწევს სახელმწიფო ორგანოების მუშაობას საომარი დროის პირობებში და განსაზღვრავს რიგ ორგანიზაციებს, რომელთა ხელმძღვანელებსაც საჭიროების შემთხვევაში შეიძლება მიენიჭოთ სამხედრო წოდებები. ამასთანავე შეგახსენებთ, რომ ლუკაშენკომ ერთი დრითადვე განაცხადა, რომ ქვეყნის არმიის მოდერნიზაცია თანამედროვე შეიარაღებით აუცილებელია, რადგან ამის გარეშე ეფექტური თავდაცვის უზრუნველყოფა შეუძლებელია. ამასთანავე ლუკაშენკომ მოუწოდა მოემზადონ სახმელეთო შეჯრისთვის. ბელარუსის დიქტატორმა ასევე აღნიშნა, რომ ბელარუსის არმიამ უნდა გაითვალისწინოს საკუთარი ტერიტორიის თავისებურებები, როგორც პოტენციური საბრძოლო მოქმედებების თეატრი. მან დაამატა, რომ თანამედროვე ომების მოგება მხოლოდ ავიადართმევითა და სარაკეტო შეტევებით შეუძლებელია. მაგალითად, მან ახლო აღმოსავლეთის კონფლიქტები მოიყვანა. შემდეგ კიდევ ერთი მისი ციტატა. ბოლო კონფლიქტები ამას ადასტურებს. მაგალითად, ირანის, ისრაელისა და აშშ-ს შეიარაღებული დაპირისპირება. რა აჩვენა ეს? ბომბავდნენ ბომბებსა და რაკეტებს ისროდნენ. და რა გაიმარჯვეს? არა. სახმელეთო ოპერაციის გარეშე არაფერი გამოვა. და ერთი თვით ადრე ლუკაშენკომ თავის მოქალაქეებს მოუწოდა მზად იყვნენ მესამე მსოფლიო ომისთვის, როგორც მენტალურად, ასევე სტრატეგიულად. კიდევ ერთი მის ციტატა. დავივიწყოთ, ყველა ილუზია გლობალური კონფლიქტის დიპლომატიური გზით მოგვარების შესაძლებლობაზე. დაძაბულობის მოხსნას ვერც საერთაშორისო სამართალი ახერხებს. ასევე ლუკაშენკომ აღნიშნა გაფართოების ტენდენცია. ეს კოლექტიური დასავლეთის მხრიდან მომდინარე საფრთხეა. და დაამატა, რომ ბელარუსი, ციტატა, ყველაზე დიდ და გახანგრძლივებულ სამხედრო პოლიტიკურ კრიზისის ეპიცენტრში იმყოფება.
და ამავდროულად უკვე რუსი დიქტატორი ვლადიმირ პუტინი კვლავ უბრუნდება ბირთვულ რიტორიკას და განაცხადა რუსეთის ფედერაციის სტრატეგიული ძალების გაძლიერების შესახებ. კრემლის ხელმძღვანელმა განაცხადა, რომ რუსეთი იძულებული გახდა დაფიქრებული იყო სტრატეგიული უსაფრთხოების უზრუნველყოფაზე, აშეშკოროს გასვლის შემდეგ. სარაკეტო თავდაცვის შესახებ შეთანხმებიდან. პუტინმა ასევე ახსენა სარაკეტო კომპლექსი ორეშნიკი და განაცხადა მისი ბირთვული ქობინებით აღჭურვის შესაძლებლობის შესახებ. განსაკუთრებით რუსეთის მეოლდმა დიქტატორმა რუს სამხედროებს კონტინენტთაშორისი რაკეტა სარმატის წარმატებული გამოცდები მიულოცა. რუსეთის ფედერაციის სტრატეგიული დანიშნულების სარაკეტო ძალების სარდლის თქმით, პირველი პოლკის სარმატის კომპლექსებით საბრძოლო მორიგეობაზე დაყენებას უკვე ამ წლის ბოლომდე გეგმავდა. პუტინი ამტკიცებს, რომ ამ რაკეტის მოქმედების რადიუსი შეიძლება 35,000 კილომეტრს აღემატებოდეს. კრემლშიც განაცხადეს, რომ სარმატი უნდა ჩაანაცვლოს საბჭოთა კომპლექსი ვოევოდა და თითქოს მნიშვნელოვნად აღემატება მის საბრძოლო მახასიათებლებს. საერთოდ ვლადიმირ პუტინმა ისევ ამოიღო ბირთვული ჯოხი და ისევ თამამად აქნევს მას. და ამ ყველაფრით კრემლი ერთ მიზანს ისახავს: შეეცადოს შეაშინოს უკრაინელები. რატომ ასე? ნახეთ, მუქარების ფონზე ლუკაშენკოსა და პუტინისგან გამოდის კრემლის სპიკერი დმიტრი პესკოვი და აცხადებს, რომ ვლადიმერ პუტინი მზად არის ნებისმიერ დროს შეხვდეს უკრაინის პრეზიდენტ ვლადიმერ ზელენსკის, მაგრამ მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ ეს იქნება ომის დასრულების პროცესის ფინალიზაცია. და ამაზე ამბობს კიდევ მუშაობა საჭირო. პუტინის პრეზიდენტმაც განაცხადა, რომ ასე წოდებული სპეციალური სამხედრო ოპერაცია ნებისმიერ დროს შეჩერდება და როგორც კი კიევში მიიღებენ საჭირო გადაწყვეტილებებს, რომელთა შესახებაც კარგად იციან, ანუ იგულისხმება დონბასის ჩაბარება, პესკოვმა ხაზგასმით აღნიშნა, რომ უკრაინის საკითხზე არსებული წინსვლა საფუძველს იძლევა ვილაპარაკოთ მოწესრიგების დაახლოებაზე, მაგრამ ამასთანავე აღნიშნა, რომ კონკრეტულ დეტალებზე საუბარი ჯერ ადრეა. და ბოლოს აღნიშნა, რომ 9-დან 11 მაისის ჩათვლით სამდრიანი ზავი მოქმედებდა. რუსმა ოკუპანტებმა ეს პაუზა გამოიყენეს ჯარების ფარულად გადასაყვანად და ახალი ტიპის მასიური შეტევებისთვის. როგორც ომის კვლევის ინსტიტუტის ანალიტიკოსებმა აღნიშნეს, ზავის ბოლო დღეს 11 მაისს საბრძოლო მოქმედებები არ შეწყვეტილა, თუმცა მათი ინტენსივობა გარკვეულწილად შემცირდა. NASA-ს სატელიტური სისტემის მონაცემებით ხანძრები და სროლები გრძელდებოდა ფრონტის მთელ ხაზზე, მიუხედავად ზავის შესახებ გაკეთებული პოლიტიკური განცხადებებისა. და აი უკრაინული სამხედროების მონაცემებით, რუსეთის არმიამ გამოცხადებული პაუზა დეესკალაციისთვის კი არ გამოიყენა, არამედ საკუთარი დანაყოფების გასაძლიერებლად. მათ შორის ლიმანის მიმართულებაზე უკრაინული ბრიგადის წარმომადგენელმა განაცხადა, რომ ოკუპანტები ამოხავდნენ რეზერვებს, აგროვებდნენ ცოცხალ ძალას და აქტიურად იყენებდნენ FPV დრონებსა და артиლერიას. უკრაინულმა დამცველებმაც ასევე გაამახვილეს ყურადღება მოლნიას ტიპის უპილოტოების გამოყენების მკვეთრ ზრდაზე. მათი თქმით, ეგრეთ წოდებული სიმშვიდის პერიოდში რუსეთმა კიდევ უფრო გააძლიერა ამ დრონებით შეტევები წინა დღეებთან შედარებით. უკრაინის შეიარაღებული ძალები ვარაუდობენ, რომ ოკუპანტებს შესაძლოა წინასწარ დაეგროვებინათ ეს უპილოტოები, რათა ზავის პერიოდი ფრონტზე ფარული ზეწოლისთვის გამოეყენებინათ. ამჟამადაც რუსული ჯარები აგრძელებენ მცდელობებს უკრაინული პოზიციების გარღვევისთვის ოსკოლის მდინარის მარცხენა სანაპიროზე. ეს არის კუპიანსკის მიმართულებით ხარკოვის ოლქში. ასევე რუსული ჯარები აგრძელებდნენ შეზღუდულ შეტევით მოქმედებებს დობროპოლიეს ტაქტიკურ რაიონში. გარდა ამისა, რუსული არმია შენარჩუნდა. მან შეზღუდული სახმელეთო აქტივობა შეინარჩუნა ნოვოპავლოვსკისა და ალექსანდროვსკის მიმართულებებზე, მიუხედავად გამოცხადებული ცეცხლის შეწყვეტისა. საერთოდ ეხლა აშკარაა, რომ პუტინს რა თქმა უნდა სურს, რომ უკრაინამ კაპიტულაცია გამოაცხადოს და სამშვიდობო შეთანხმებას ხელი მოაწეროს. ამისთვის მას ახალი დაძაბულობის კერების შექმნა სჭირდება. აი ორი ასეთი კერაა: ბელარუსი და ბირთვული იარალით ახალი მუქარები. აქ მრავალ წერტილს დავსვამ. თქვენი აზრი, თქვენი დასკვნები დაწერეთ კომენტარებში ამ გამოშვების ქვეშ. გამოიწევეთ არხი, დააჭირეთ ზარს და არ დაგავიწყდეთ ლაიქის დაჭერა. თუ გსურთ ამ YouTube არხის მუშაობის მხარდაჭერა, ამის გაკეთება შეგიძლიათ ფინანსურად ნებისმიერი დონატის საშუალებით, ბულებითა და რეკვიზიტებით, რომლებიც მითითებული ამ ვიდეოს აღწერაში ან თქვენს ეკრანებზე მოცემული QR კოდით. ამით ყველაფერი დასრულდა. იზრუნეთ საკუთარ თავზე. ყველას მშვიდობით.